მოგესალმებით. ვინმე მითხარით, აბა თუ ისმის ხმა კარგად. იმედია ტექნიკურად ყველაფერი გამართულია. ერთი წუთი დაველოდები და დავიწყოთ. დღეს მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, ძალიან პრაქტიკული. ახმა თუ ისმის კარგად, ვინმე დამიწერეთ, რომ დავიწყო, მაინც რამე არ იყოს ხარვეზი. ვინც უყურებთ უკვე, მადლობა რომ შემოგვიერთდით. ისმის ხმა? არ მიჩანს მოწერილი, ხმა თუ ისმის, ვინმე დამიწერეთ. ალბათ ისმის, ხო? იმიტომ რომ არ ჩანს თქვენი მოწერილები, აბა ვინმე მითხარით. მადლობა რომ შემოგვიერთდით, მოკლედ მე დავიწყებ. თუ ვთქვათ სიტყვაზე რაიმე არის, ვინმე დამიწერეთ თუ შეიძლება. რატო არავინ არ მიწერთ? ჩემი ხმა არ გესმით? ჩვენი შეხვედრები ემსახურება წყვილების გაძლიერებას. ჩვენი შეხვედრები ზუსტად აი ასეთი მიმართულებით მიდის, როგორიც მე დავაწერე უკვე სათაური. ცვლილებების მოტანა ჩვენს ქრისტიანულ გზაზე. რამდენად შესაძლებელი არის ეს, ჩვენ გვჭირდება ყველა დონეზე ცვლილებები. ეს არ არის ადვილი საკითხი, ეს ჯგუფიც ამას ემსახურება და ჩვენც ამით ვცდილობთ შემოვიტანოთ რაიმე სასარგებლო ინფორმაციები თქვენთვის და მადლობას გიხდით, ვინც ყოველთვის გვიყურებთ, ვინც აკომენტარებთ. თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი იყოს აქტიური, რადგანაც ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს ხოლმე ისეთი კითხვები, როგორ წავიდეთ, რა თემები გავშალოთ და როდესაც ადამიანები იძლევიან უკავშირს, რომ ნამდვილად მათ ჭირდებათ და კიდევ უფრო მეტიც ჭირდებათ, უკვე ჩვენს შემთხვევაში რომ თემაც კარგად იშლება, უფრო მეტად მობილიზებულებიც ვართ და ასე რომ იაქტიურეთ. შეგიძლიათ ვინმე კომენტარი დატოვოთ, იმიტომ რომ მე არ მიჩანს არანაირი, აი გურო მიყურებს, იქნებ მომწერო გურო ხმა ისმის თუ არა. იმიტომ რომ არ ჩანს არანაირი კომენტარი ხმასთან დაკავშირებით და არ ვიცი გესმით თუ არა კარგად. ჩვენი დღევანდელი თემა არის გურო მომწერა ისმისო, მადლობა. ხო, იქ არ მიჩანს, რატო არ მიჩანს, არ ვიცით, ბოდიშს გიხდით ხარვეზისთვის, მოკლედ.
ამდენი ხანი რომ გავწელე. დღეს ვსაუბრობ ცვლილებებზე. შესაძლებელია ადამიანების ცვლილება, ჩვენ ხო ყოველთვის რატომღაც ამაზე გვაქვს ხოლმე აქცენტი, რომ გვინდა რომ ბევრი რაღაც შეიცვალოს ჩვენს ცხოვრებაში, გვჭირდება ეს ურთიერთობების დონეზე, გვჭირდება ფინანსურ დონეზე, გვჭირდება სულიერ დონეზე ცვლილებები და თითქოს ხდება ისე, რომ მარტო ვლაპარაკობთ და არაფერი არ იცვლება. მარტო ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, მაგრამ შედეგები არ არის ხოლმე. მე მინდა ძალიან ისეთი პრაქტიკული კითხვა დავსვა, რომ ჩვენ სურვილებში, ცვლილებების საკითხში, მიგვიძღვის თუ არა უფალი. დაფიქრებულ ხართ თუ არა ამაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვლოცულობთ ხოლმე, რომ ღმერთო მოიტანე ცვლილება, ღმერთო მოიტანე სხვადასხვა სფეროებს ვასახელებთ ხოლმე და აი ეს კითხვა მინდა რომ დაგისვათ თითოეულ თქვენგანს, ჩემს თავსაც, რომ პრაქტიკა აჩვენებს, რომ არის ცვლილებების ზონა, სადაც უფალი მიგვიძღვის. ანუ იგულისხმება ის, რომ უფლის ნებაც არის ის ცვლილება, რომ მოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში და არის ზონა, სადაც ჩვენი ეგოიზმი არის ჩართული. ჩვენ გვინდა ხოლმე, რომ ადამიანები შეიცვალონ ჩვენს გარშემო. გვინდა ხოლმე, რომ ჩვენი გარემოცვა, ჩვენი ოჯახური მდგომარეობა, ჩვენი შვილები შეიცვალონ, ჩვენი მეუღლე შეიცვალოს. შეიძლება გვინდა, რომ ჩვენც შევიცვალოთ, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც უბრალოდ გვინდა ხოლმე და ჩვენს თავზე არის ხოლმე მორგებული. ცვლილებები რთული პროცესია, მინდა გითხრათ. არ არის ეს ადვილი, ცოდნით ვიცით ჩვენ ბევრი რამ, მაგრამ ვერ ვაპრაქტიკებთ, ხო? ამით არაფერი არ იცვლება, არც ის მოცემულობა არ იცვლება, რომ ცვლილებები არის საჭირო და რაც დრო გადის, უფრო მძაფრად ვგრძნობთ და ეს ჯგუფიც ამას ემსახურება, რომ ჩვენი მიზანი არ არის სიტყვის ქადაგება, ეს ეკლესიური ჯგუფია, ქრისტიანული ჯგუფი არის, ჩვენ სიტყვა ვიცით, თქვენც იცით სიტყვა და ჩვენი მიზანი არის, რომ ვისაუბროთ დეტალებზე, ჩაუღრმავდეთ კიდევ ბევრ რაღაცას, გავიზიაროთ გამოცდილი ადამიანების გამოცდილებები და ერთმანეთი გავაძლიეროთ. და ეს ერთ-ერთი პრაქტიკული თემა არის, წარმოიდგინეთ ქრისტიანი, რომელიც ცხოვრებაშიც არაფერი არ იცვლება, ან ვერ ხვდება როგორ გააპრაქტიკოს ცვლილებების უნარი, როგორ შეიძინოს, როგორ შევიდეს ამ საკითხში საერთოდ, ხო? შეუძლებელია ქრისტიანი უბრალოდ თავის გზას, თავის ცხოვრებას გაფლანგავს, თუ მის ცხოვრებაში არაფერი არ შეიცვალა, თუ მან ვერ განახორციელა ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, მიზნებს ვერ მიაღწია. ამაში ჩვენ უფალი გვერდით გვიდგას, უფალი არის ამ ცვლილებებში და აი როგორც უკვე ვთქვი, არის ორი სახის ცვლილებების სურვილი, ერთი რომელიც უფალსაც უნდა და მეორე რომელიც მე მინდა. და აქ არის ზუსტად აი ეს მომენტი, რომ უნდა ეძებო ღმერთის ნება, ღმერთს უნდა შენს ცხოვრებაში, რომ მოვიდეს ესა თუ ის ცვლილება, ან შეიძლება ისე უნდა, როგორც შენ წარმოგიდგენია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის გასარკვევი და ამას ალბათ ესეთი ფორმით ჩვენ ვერ გავარკვევთ, ეს თქვენი სამუშაო არის. და მე უბრალოდ მინდა, რომ ძალიან პრაქტიკულ აქცენტებს გავუსვა დღეს ხაზი. დღეს რაც გვაქვს, მინდა შეგახსენოთ ესეთი რამ, რომ დღეს რაც გვაქვს ჩვენ, ეს არის ჩვენი აზროვნების პროდუქტი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილებების პროდუქტი, ჩვენი ემოციების, ჩვენი წარმოსახვების, ჩვენი აღქმების, ჩვენი მოქმედების პროდუქტი და რაც დღეს ჩვენ გვაქვს, თუ იმის სიცვლილება გვინდა, მაშინ აღარ უნდა მოვიქცეთ, აღარ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, აღარ უნდა ვიყოთ ისეთები, აღარ უნდა აღვიქვავდეთ საკითხებს ისე, როგორც გუშინ და გუშინზე. თუ ეს გააზრება არ მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ თუ მე არაფერს არ ვცვლი, თუ მიდგომას არ ვცვლი, თუ შიგნით არაფერი იცვლება, გარედანაც არაფერი არ შეიცვლება, მაშინ ამ გააზრების გარეშე უბრალოდ ეს იქნება მორიგი, მოსასმენი რაღაც. დღეს ყველაფერი ისმინება, ყველაფრის გაგება შეიძლება, მაგრამ აი პრაქტიკულად როგორ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები, ეს უკვე თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული. და აი ეს მნიშვნელოვანი აქცენტი, რომ დღეს რაც გვაქვს, არის ჩემი პირადი გადაწყვეტილებების, აღქმის, ჩემი პიროვნულობის, აი როგორიც ვარ, როგორც ვაზროვნებ, როგორც მოქმედებ, როგორი ქრისტიანიც ვარ, კი ბატონო, ესეც შეიძლება, იმ ყველაფრის პროდუქტი. და თუ მინდა,
მე რომ შეიცვალოს შედეგი, მაშინ აი ეს წინაპირობა, რაც იწვევს ხოლმე ამ შედეგებს, ის უნდა შეიცვალოს. აი მოდი ესე შევხედოთ ახლა საკითხს, ხო? და არა გეგმა, რომ აი ჩამოვწეროთ, რომ ეს მინდა და აბა როგორ შევცვალო. დღეს უნდა გავერკვეთ ჩვენ ორ პრაქტიკულ რაღაცაში. პირველი არის ნამდვილად მინდა თუ არა ცვლილება და ვისაუბრეთ რას გულისხმობ და მეორე არის როგორ. ძალიან მარტივი ორი პრაქტიკული საკითხი არის და დავიწყოთ პირველიდან გვინდა თუ არა ცვლილება. ადამიანს ეშინია საერთოდ ცვლილების. ადამიანმა მარტო უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როცა საუბრობს რა უნდა შეიცვალოს, მაგრამ თვითონ ცვლილების ეშინია. რატომ ეშინია? რთული არის და იმიტომ ეშინია? თუ მაინც რატო ეშინია? ამაზე შევეხები ცოტას. აი წარმოიდგინეთ, გახსოვთ ალბათ თქვენ ის ამბავი, ხო? სახარებაში ესო ეკითხება, ჯერ ბრმას ეკითხება, რომ რას მთხოვო. ბრმა, რომელიც დაბადებიდან ბრმა არის, რას უნდა სთხოვდეს ის ბრმა. მაგრამ აი ეს მეორე საკითხი უფრო მინდა რომ გავშალო, იესოს ახასიათებდა ესეთი შეკითხვები. მეორე არის დავრდომილს ეკითხება, რომელიც 38 წელი იტანჯება, იცით თქვენ ეს ისტორია. და არავინ არის რომ ჩაუშვას ის იმ აუზში, სადაც ანგელოზი ჩამოდის ხოლმე, წყალს ამღვრევს და მოკლედ იკურნებიან, ესეთი არის ისტორია. იესო მიდის, ხედავს ამ დაწოლილს, დავრდომილს და მიდის და პირველ რიგში ეკითხება, რომ გინდა განიკურნო? და უცნაური კითხვაა, ხო? რაშია საქმე, რატო ეკითხება ქრისტე? უცნაური კითხვაა მართლა. რა თქმა უნდა მინდა. 38 წელი რო წევა, რა თქმა უნდა მინდა რომ განვიკურნო. და რატო უდგება იესო საკითხებს ესე? ცხოვრება აჩვენებს, რომ ადამიანები რომ ამბობენ, რომ უნდათ აი მათი ქმედებები სინამდვილეში საპირისპიროს ამბობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ საერთოდაც არ უნდათ შეიძლება ამბობენ, მაგრამ პირიქით იქცევიან, ხო? აი თუ ჩემს თუ სტატუსი და როლი შემეცვლება, შეიძლება საერთოდაც არ მინდოდეს, როგორც ამ დავრდომილის შემთხვევაში იყო. როგორც ისტორია გვეუბნება, დავრდომილი იქ იმ ადგილზე გარკვეული როლით იმყოფებოდა, ხო? მას არ ჭირდებოდა მუშაობა, იმიტომ რომ არც მოეთხოვება მუშაობა, დავრდომილია, მოწყალებას ითხოვდა, ყოველთვის იცოდა რა ხდებოდა მის თავს და მისი ცხოვრებაში არ იყო რაღაც ახალი გამოწვევები, ხო? ის თავის სარგებელსაც კი იმიტომ რომ როცა დავრდომილი ხარ, მოკლედ ნაკლები პასუხისმგებლობაც არის ძალიან, არაფერი არ გევალება. სარჩოსაბადებელს შოულობ, მოწყალებას იღებენ ადამიანებს. მოვედი უკვე, ხო? კი. და შეიძლება საერთოდაც არ მინდოდეს, ამ აზრს ვამბობდი, ცვლილება თუ მას სტატუსი და როლის შეცვლა მოყვება. ეს იგივეა, რომ მსახიობს უნდოდეს პოპულარობა და არ უნდოდეს რთული როლის შესრულება, ხო? დავრდომილი და ბრმა, როგორც წეღან ვამბობდი, სარჩოს პოულობდნენ თავისი სტატუსის გამო, ხო, ესეთი ადამიანები. განკურნებულს კი არავინ აღარ მიცემს არაფერს, ხო? პირიქით, თავად უნდა ირჩინონ თავი და მოლოდინებიც იზრდება, ხო? აი, ხშირ შემთხვევაში მე მქონია პირადად ესეთი ჩემს თავზე დაკვირვება. უფლის მადლით, რა ვიცი, შეიძლება 10 წელიწადი ისე გავიდეს, რომ ვირუსი არ შემხვდეს, ჯანმრთელი ვარ. და თუ კი რაიმე მოკლედ მაინც მომერია, დაკვირვებული ვარ, რომ მე არასდროს არ ვლოცულობ, რომ ღმერთო გამკურნე. არ ვლოცულობ და რატო? და ჩემს თავში ხა მე ხო ვიცი რატომაც, ხა შეიძლება ხან გააზრებული მაქვს, ხან არა მაქვს, მაგრამ მე ეს ბენეფიტს მაძლევს, ხო, ეს სარგებელს მაძლევს ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ვიცი, რომ მე მოკლედ ცუდად ვარ და ყველა მიცის, რომ დედა ცუდად არის სახლში, არაფერი აღარ მომეთხოვება, აღარ უნდა ვიყო მოწოდების სიმაღლეზე, ყველაფერი მე არ უნდა ვაკეთო, მოკლედ და ჩემს თქვის ხანდახან ხუმრობითაც მithქვია, რომ დამაცადეთ ცუდად ყოფნა. აი პანდემიის დროს იყო ესეთი სიტუაცია, ხა რა თქმა უნდა არ ვეხები იმ ტრაგედიები, რო ხდებოდა, ხა მაგას არ გულისხმობ.
ხომ მეორე მხარეც ხო არსებობდა, ყველაფერი რო გაჩერდა, აი მაშინ აღმოვაჩინე, რა კარგი იყო უპასუხისმგებლობა. როგორ მჭირდებოდა თურმე ესეთი ცხოვრება, როგორ მჭირდებოდა ცოტა ხანი მაინც, რომ აი გათენებულიყო და არსად არ ყოფილიყავი წასასვლელი, არ მქონოდა ვალდებულებები, არ მქონოდა კალენდარში რაღაცები მოსასწრები. და აი ადამიანები ესე ვართ რაღაცნაირად მოწყობილები, ხო, რომ კონკრეტული ჩვენი სიტუაცია, რაც არ უნდა მინდოდეს ცვლილება და ვერ წარმომედგინოს ესე გაგრძელება, თუ მე რაღაცა სარგებელს მაძლევს, შეიძლება საერთოდაც არ მინდოდეს. და ქრისტე ეკითხება, გინდა განკურნება? და ამ კაცმა პასუხი ესეთი გასცა, რომ მე არავინ მყავს რომ აუზში ჩამიშვას. ამით მიხვდა ქრისტე რომ მას უნდოდა განკურნება, იმიტომ რომ პასუხი ზუსტად პასუხობდა ქრისტეს შეკითხვას, რომ როგორ არ მინდა, უბრალოდ მიზეზი მაქვს, არავინ არ მყავს და ქრისტემ დაუკმაყოფილა ეს მიზეზი. აი მაგალითად ეს კიდევ რო განვავრცოთ, შემიძლია თქვა რომ აი თუ თქვა სიტყვაზე ვიღაცამ გული გატკინა, ხო? თუ შენ მოელოდები რომ ის უნდა მიხვდეს, ის უნდა მოვიდეს, მან პატიება უნდა მთხოვოს და შენი მოლოდინი არის რომ შენი სიმართლე უნდა გამოჩნდეს, მან უნდა გთხოვოს პატიება. თუ ეს მოლოდინი გაქვს, მაშინ თუ აპატიებ, უნდა შეწყვიტო ეს მოლოდინი. და ხშირ შემთხვევაში არც ერთი ადამიანი არ ვიცი მე ყველა შემთხვევაში, რომ ქრისტიანი ყველა შემთხვევაში, რომ პატიებაზე უარყოფდეს, რომ არ უნდა ვაპატიო, რატო უნდა ვაპატიო. უფრო უმეტესობას უნდა რომ ვაპატიოს და გათავისუფლდეს, მაგრამ თუ დავფიქრდებით ჩვენ, მაშინ უნდა შევწყვიტოთ ლოდინი, რომ ის ადამიანი მოვა და მოინანიებს ჩემს წინაშე და თუ მე ვაპატიებ, მაშინ შეიძლება არც არასოდეს არ გამოვლინდეს ჩემი სიმართლე. ეხლა ვსვამ კითხვას, მზად ვარ? ამ ცვლილებისთვის მზად ვარ? რომ თუნდაც არასდროს არ გამომზევრდეს, ასე ვთქვათ, ჩემი სიმართლე. ამ შემთხვევაში ეს უკვე ის ცვლილება არის, თუ მზად ვარ, სადაც ქრისტე მიმიწვის და ეს ცვლილება მოვა. სადაც უფლის ნება არის, სადაც ქრისტიანისთვის ყველაფერი შესაძლებელია, ხო? თუ ჩვენ არასწორ ინტერპრეტაციას არ გაუკეთებთ და ყველაფერს არ მოვარგებთ, თუ სწორად ვილაპარაკებთ ამ კუთხით, ხო? ქრისტიანისთვის ყველაფერი შესაძლებელია, რა საკითხშიც უფალს მიყვება. ეს არის სწორი განმარტება ამ ადგილის. თუ მე მიმიძღვის უფალი ჩემს ცვლილებებში, მაშინ მე ძალმიც, მაგრამ თუ მე არ მაწყობს, თუ მე ვაპატიებ, მაშინ აღარც უნდა მოუყვე ის ამბები, მოკლედ. ადამიანებს აღარ შევეცოდები, ადამიანები აღარ მითანაგრძნობენ, ადამიანები აღარ იტყვიან, რომ რა მართალი ხარ შენ. მე უნდა შევწყვიტო ამაზე ლაპარაკი და ამისათვის ბევრი ადამიანი მზად არ არის, ეს გამოცდილება აჩვენებს ამას. ასე რომ აი ცვლილებები თუნდაც ფინანსურ სფეროში, ხო? მინდა რომ მოვიდეს ცვლილებები, ლოცულობ კიდევაც და თუ სწორად შევხედავთ, მე შეიძლება საერთოდაც არ ვიყო მზად იმისათვის, რომ უბრალოდ თანხების სწორად გამოყენება ვისწავლო. რაც მე მაქვს, რაც მე მომეცა, იმაში ერთგულება, იმისი სწორი გამოყენება ვისწავლო, ეს არ მინდა და უფრო მირჩევნია, შეიძლება ქვეცნობიერად ხდებოდეს, რომ დაველოდო, რომ ვიღაცა ჩაერევა, ვიღაცა მოვა, ვიღაცა ხილფას მომიმატებს, ბოლო-ბოლო პროდუქტები დაიკლეს, რაღაცა იქნება, ღმერთის წყალობა იქნება, მადლი იქნება, მაგრამ ნახეთ, ცვლილება თუ მინდა, აქ ჩემი მხარე არის ჩართული. თუ ისე ვიქცევი, როგორც აი ამ პრობლემური საკითხის დადგომამდე ვიქცეოდი, მაშინ აღარ უნდა მოველოდე ცვლილებებს, იმიტომ რომ წინაპირობა იგივე არის. და აი ეს ვიმედოვნებ, რომ რაღაცა თავისით მოხდება, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. თუ ხარჯებს არ ვუკლებ, თუ არ ვიზღუდები, თუ გონივრულად არ ვსწავლობ რაღაცების კეთებას ფინანსურ საკითხებში, მაშინ უბრალოდ რაღაცას ველოდები. ანუ ეს
პუნქტი რო შევაჯამოთ, გამოგვდის ესეთი აზრი, რომ ახალი როლი არის ახალი პასუხისმგებლობა. ახალ ქცევას მოითხოვს, ახალ მოლოდინებს ბადებს და ჩვევებიც ახალი მჭირდება, ახალი ჩვევები უნდა ჩამოვაყალიბო. თუ ნამდვილად მინდა ცვლილება ჩვენი ოჯახის წევრის, ჩემი მეუღლის, არ ვიცი, ჩემი გარემოცვის, ჩემს გარშემო მყოფი სიტუაციების ადამიანების, მაშინ თავად უნდა შევიცვალო მე. უფლის მიდგომაც ესეთი არის, ნახეთ, აი ბეწვი და დირეს მაგალითი, თუნდაც შესაწირავი მიატოვე და ადიშენძმა შეურიგდი და მე მოდი და შესწირე მსხვერპლი. კიდევ ბევრი ადგილი არის. ქრისტე ამ ღირებულებას ავითარებს თავის სიტყვაში ჩვენ და მე ახალ აღთქმაში, რომ შიგნიდან იწყება ცვლილება. შიგნიდან ჩემს შიგნით უნდა მოხდეს გარდატეხა. მე უნდა დავინახო რომ დირე მაქვს თვალში და ამ დირეს რომ მოვიშორებ, მე შევძლებ უკეთესად დავინახო ჩემს ძმას ბეწვი რომ აქ როგორ ამოვუღო ის თვალიდან. უფალი ლაპარაკობს შიგნიდან, სამუშაოს შიგნიდან დაწყებაზე, რომ გარეგნული ცვლილება მოვიდეს. და აი ესეთი მოკლედ განმარტებასავით, წესი ფორმულასავით, რომ თუ ნამდვილად მინდა ცვლილება, მით უმეტეს ადამიანების არის ესეთი გამოთქმა, რომ ადამიანები არ იცვლებიანო, ადამიანები იზრდებიანო. იმდენად რთულია ადამიანის ცვლილება, რომ მოკლედ ძალიან დომინირებს ეს აზრი და რაღაც დონეზე ვეთანხმები, მაგრამ როგორც ქრისტიანი არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეში გვაქვს ესეთი აღთქმა, რომ ადამიანს შეუძლია გარდაქმნა, ადამიანს შეუძლია ქრისტეს ნიმუშად ქცევა, ადამიანს შეუძლია ქრისტეთი შემოსვა, ადამიანს ტრანსფორმაცია შეუძლია უფალში და აი ისევ ამ საკითხს უბრუნდებით მაშინ საკითხები, სადაც უფალი მომყვება, თუ უფალს მივყვები, აი იქ მართლა შესაძლებელია ცვლილება. არ ვიცი, 180 გრადუსია თუ 160 გრადუსია, ყველანაირად შესაძლებელი არის. მაგრამ იქ, სადაც ჩემი სურვილები და ეგოიზმია ჩართული, იქ ბრძოლა მომიწევს, იქ ადამიანური ბრძოლა მომიწევს, იქ დავიღლები, იქ манипуლირება მომიწევს, იქ მოთმენა მომიწევს, ატანა მომიწევს, დაბნეულობა მომიწევს, დაღლა მომიწევს, დანებება მომიწევს და მე რაღაცა მოხდება, მე რაღაცა ბრაზი შემოვა და ისე თავიდან ამ ციკლის დაწყება მომიწევს. ასე რომ ვიმეორებ აი ამ ჩვენს ფორმულას, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომ თუ ნამდვილად გვინდა ცვლილება ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი ცხოვრების, მაშინ უნდა შეიცვალოს არა სხვა ადამიანი, არამედ შევიცვალო მე. იმიტომ რომ მე უნდა მოვიქცე ისე, ესეც სახარებისეული ღირებულება და მითითება, რომ როგორც სხვა მინდა რომ მეკცეოდეს. მოვიქცე ისე, როგორც მინდა რომ ჩემი მეუღლე მეკცეოდეს. აქ ლაპარაკი არ ცვლის ადამიანებს, ლაპარაკი ბავშვებსაც არ ცვლის, ჩვენივე შვილებს, ჩვენივე გაჩენილ ბავშვებს რომ დაბადებიდან რომ ვზრდით და ჩვენს ხელში როა თითქოს მისი ხასიათით ფორმირებაც და აღზრდის მეთოდები და ყველაფერი. ბავშვებიც კი სწავლობენ არა მითითებებით, არა დამორჩილებებით, რომ აი რომ ვიმორჩილებთ ხოლმე ძალით და ვტეხავთ მე. არამედ ქცევითი მოდელით. ხედავენ. რასაც ხედავენ, იმას აკეთებენ. როგორც მე ვლაპარაკობ, იმ ტონით მე ვლაპარაკება ჩვენი 20 წლის ნახევრის ევა. როგორც ავუწევ ხოლმე ხმას ზუსტად აი ის ტონი აქვს დაჭერილი და ჩემთან საუბარში რაღაცა რომ უნდა ისიც აუწევს ხოლმე და უკვე და დაკვირვებული ვარ. და სიტყვები არ ცვლის, მაგალითი ცვლის და უფროსებსაც მაგალითი ცვლის. ანუ ისევ სახარებისეული ეს ადამიანებმა მოიფიქრეთ სხვა ფორმულირებები, მოიქეცი ისე როგორც გინდა რომ სხვები გექცეოდნენ და ურთიერთობა შეიცვლება, მართლა შეიცვლება ნამდვილად. ამაზე ბევრი მაგალითის მოყოლა შემიძლია, მაგრამ ცოტა დროსაც რომ მივაქციოთ ყურადღება, აი ეს შემდეგ პუნქტზე გადავალ. დიწამით. მეორე, რასაც უნდა შევეხოთ, ეს არის როგორ. გავიგეთ, რომ ცვლილებები ჩვენიდან იწყება, არის ეგოისტური ცვლილება, არის ცვლილება, სადაც უფალი მიგვიწვის
და რომ ნამდვილად უნდა მინდოდეს ახალი როლი, ახალი სტატუსი, გაჯანმრთელებული ადამიანის როლი და სტატუსი და ამას უნდა ვხედავდე, ხო? იესო შეხვდა იმ მამაკაცს შემდგომში. იცით, ხო გახსოვთ? იესო შეხვდა ამ მამაკაცს და ეუბნება, რომ ხედავ შენ გამოჯანმრთელდი. წადი და აღარ შესწოდო. რომ რაიმე უარესი არ დაგემართოსო. ესე გრძელდება ეს ისტორია. ესე იგი, რას მიმანიშნებს, რას მასწავლის ეს ადგილი მე, ხო? რომ გარეგნული ცვლილება არ შენარჩუნდება, თუ შიგნით არ შეიცვალა რაღაც, თუ შინაგანი გააზრებული მდგომარეობიდან არ წამოვიდა ეს ცვლილება. და თუ ჩვენ აი ცვლილებების მოტანის გამოცდილება არ გვაქვს და არ დავიწყებთ ყველა შემთხვევაში ამ გამოცდილებაში შესვლას, მაშინ შეიძლება ძალიან კარგად გამოგვდიოდეს გარეგნული ცვლილებების მოტანა, რასაც შინაგანი საფუძველი არ აქვს და მე მგონი ადამიანები პროფესიონალები ვართ ამაში, ხო? ძალიან ბევრ რაღაცას გარეგნულად ვცვლით ჩვენ. შეგვიძლია, ანუ ბევრი უნარი გვაქვს ამისი, რესურსი გვაქვს, რომ გარეგნული მაინც გვქონდეს, იმიტომ რომ შინაგანი არ გვაქვს. გარედან მაინც ვჩანდეთ, რომ კარგები ვართ, კარგ ურთიერთობებში ვართ, არაფერი გვეშლება, ყველაფერი რიგზია, რო არ გაგვაკრიტიკონ, რომ ჩვენზე არის საუბრონ და 1000 მიზეზი შეიძლება იყოს. შეიძლება თავსაც ვიტყუოდეთ ძალიან წარმატებით და ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, მოკლედ, თუ არ აქვს გამოცდილება როგორ დაიწყოს ნამდვილი ცვლილება და ეს არის ზუსტად რომ ქრისტე რო ეუბნება, აღარ შესწოდო, შინაგანზე მიუთითებს, ჩვენ შემთხვევაში არ ვიცი, აღარ ვაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი, რომ რაიმე უარესი არ დაგემართოს და მიუთითებს, რომ შინაგანი ცვლილება არის საფუძველი, არის გარანტია, რომ გარეგანი ცვლილება დადგება და მართლა ცვლილება იქნება და ის არ იქნება თავის მოტყუება და დროებითი. შემდეგი ძალიან მარტივი საკითხი, როგორ გავაკეთო ეს ყველაფერი. და პირველი არის გააზრება. აი ზუსტად იმის გააზრება, რაც აქამდე ვისაუბრე. გააზრება, რა მინდა რომ შეიცვალოს ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ურთიერთობებში. ეს შეიძლება ამ წუთას ვერ მიხვდე, რაზე გესაუბრები, თქვენი პირადი შეიძლება არ ამოტივტივდეს რაღაცა, შეიძლება ზუსტად იცოდეთ რა ცვლილებები გინდა, მაგრამ თუ არ იცით, ეხლა თავში არ მოგდის კონკრეტულად, მაინც რა სახელს ვერ არქმევ უბრალოდ, იცი რომ ცვლილებები გინდა ყველგან. ყველაფერში გინდა უკეთესობა, მაგრამ სახელს ვერ არქმევ, მაინც რა, ხო? აი ეს ლაივი რომ დამთავრდება, არ ვიცი, ლოცვისთვის, რომ გამოყოფ დროს საკუთარ თავთან ურთიერთობისთვის, საფიქრალად გირჩევ რომ ჩამოწერო შენთვის ტელეფონში, არ ვიცი, სადაც გეკომფორტულება, რომ რა ცვლილებებს ისურვებდი და მე უფრო ურთიერთობებზე გირჩევდით რომ გააპრაქტიკოთ, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანები მაინც უფრო ინტერაქტიულები არიან და მივხვდებით მაინც სწორ გზაზე მივდივართ თუ არა, პირდაპირ ფინანსურიდან ნუ დაიწყებთ და სამსახურის შეცვლით, დაიწყეთ ურთიერთობებიდან. ძალიან ხშირად ჩვენ ვერ ვხვდებით, აი ხა წეგან რაც ვთქვი წინა პუნქტზე, რომ ჩვენში ცვლილება რომ უნდა მოხდეს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვერ ხვდებით მე როგორ უნდა შევიცვალო. აი ამას ვერ ხვდები. და იმიტომ რომ ადამიანებს ჩვენი სიმართლე გვაქვს. აქაც ერთი ესეთი ხერხი არსებობს, რომ უბრალოდ კითხო სხვა ადამიანებს, ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, მეუღლეს კითხო და შვილებს კითხო, რომ თქვენი აზრით, რა საკითხში მჭირდება ცვლილება? მე რაში უნდა შევიცვალო? აი რა იქნება ის ჩემი საუკეთესო ვერსია, როგორც მეუღლის, როგორც დედის? მე მიკითხავს და ხან მეღიაქება დიდება, მაგრამ ცოტა ხნით. ჩემმა შვილებმა უცებიციან გამონახვა, მაგალითად, მეტყვიან ხოლმე, რომ აი ეს არ მომწონს, ის არ მომწონს და ჩემს თავს ამ შემთხვევაში ვხედავ გვერდიდან. იმიტომ რომ აქამდე ის მე, რომელიც მე ვიცი, რატო ვაკეთებ, რას ვაკეთებ, მე მგონია ყველა შემთხვევაში, რომ ვიცი, გამოკვლეული მაქვს და მე მგონია ყოველთვის მართალი ჩემი თავი. მაგრამ როდესაც მეტყვიან, რომ აი ესე კი არა, ესე ჯობია, ჩემთან მიმართებაში ესე აღარ მომექცე, მე უკვე ვხვდები, რა საკითხში მჭირდება ცვლილება, როგორ მხედავს ადამიანი, რა არის ის სფერო, სადაც უნდა ვიმუშაო. მეუღლეს ცოტა შეიძლება კონდეს რაღაც დონეზე ბარიერი, თუმცა გირჩევთ რომ იყოთ დაჟინებულები. იმიტომ რომ
აი ესეთი ტიპის ურთიერთობა, სადაც გახსნილი ხარ მეუღლესთან, სადაც შეგიძლია რომ განსჯის გარეშე ესაუბრო. უბრალოდ წესად დაიდეთ, რომ თუ ადამიანს ეკითხები რომ შენ როგორ ფიქრობ, როგორი ვარ, რაში უნდა შევიცვალო, აღარ შეეწინააღმდეგო მე იმ ადამიანს. თორე ის ერთადერთი წყარო, რომელიც გეუბნება სინამდვილეში როგორ ჩანხარ, არა სარკეში, არამედ სხვა ადამიანის მხრიდან ჩაიკეტება, უბრალოდ ჩაიკეტება. თუ თავს გაიმართლებ და თუ იტყვირო, თუმცა ცდონება ძალიან დიდია, შეიძლება ენაზე უნდა დააჭირო კბილი, მაგრამ ჯობია მოусმინო, მადლობა გადაუხადო რომ გითხრა. იმიტომ რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია მიგითითოს. ესეთები ძალიან ცოტანი არიან, მართლა გულშემატკივარი ადამიანები არიან ესეთები და მოუფრთხილდით ასეთ ადამიანებს, ნუ გეწყინებათ და ნუ შეეწინააღმდეგებით ამ საკითხში, იმიტომ რომ ეს ჩვენ ძალიან გაგზრდის. პირველი არის გააზრება. გავიაზრე, რა მჭირდება, რა სფეროში მჭირდება, ცვლილება და სხვა ადამიანებსაც ვკითხე ამ შემთხვევაში, რომ ისინი როგორ ხედავენ, რა ცვლილება მჭირდება პირადად მე. და შემდგომში არის ესეთი სავარჯიშოსავით არის მე უბრალოდ რახან ლაივში ვარ და შეხვედრა არა გვაქვს ახლა მე ხარც დაფა მაგარც არაფერი ვერ ვჩანვარ მოკლედ აი ესეთი რაღაცები გამომზადე იმედია დაგანახებთ მე მგონი წარწერა უკუღმა ჩანს და მე გეტყვით არა უშავს რა და როგორ პირველი არის ვიაზრებ და გამოვდივარ ჩემი ჩვეული კომფორტის ზონიდან ამას ქვია კომფორტის ზონა აი წარმოიდგინეთ რომ ეს არის კომფორტის ზონა აქ კი აწერია მაგრამ უკუღმა ჩანს იმიტომ რომ ტელეფონი უკუღმა მიჭირავს რა არის ახლა ეს კომფორტის ზონა? ეს არის ის ზონა, სადაც არაფერს არ ვცვლი, მოკლედ. დღევანდელი ზონა ჩავთვალოთ, ხო, სანამ ცვლილებები დადგება. ამ ზონაში, მოკლედ, გამოწვევა ნაკლებია. ვიცი სად ვარ. მოულოდნელი რაღაცები არ ხდება. ვაკონტროლებ რაღაც დონეზე ამ ზონას და თავს კომფორტულად ვგრძნობ. დაცული ვარ. არაფერს არ ვცვლი. სამსახურიდან არ მოვდივარ. ვეგუები რაღაც დონეზე ურთიერთობებში რაღაცებს, იქაც ვეგუები სამსახურში რაღაცებს, კომფორტის ზონა მაქვს. კი მინდა უკეთესი. კი მინდა რაღაცა ჩამოყალიბებული მაქვს ჩემს თავში რა მინდა, მაგრამ აი აქ მაინც კარგად ვარ და მგონია რომ რაღაცა მოდი შეიცვალოს, იქნებ შეიცვალოს, იმიტომ რომ თუ კომფორტის ზონიდან გავდივარ, მე უკვე მაწყება შიშები, არ ვიცი იქ რა ხდება. აქ ვიცი რა ხდება. აქ ვიცი რომ გამოწვევა აი გათენდება ხვალ და ზუსტად ვიცი როგორი დღე მექნება და შფოთვები არ მაქვს, ხო? გამოწვევები ნაკლებია ვაკონტროლებ მეტნაკლებად ამ სიტუაციებს, იქ რაღაცა მოფიქრებული მაქვს ჩემს თავს როგორ დაუბალანსო და დაუკომპენსირო რაღაცა დეტალები და მოკლედ კარგად ვარ აქ. მაგრამ თუ მართლა მინდა ცვლილება, უნდა გამოვიდე აი ამ კომფორტის ზონიდან და შემდეგი ზონა არის, ნუ მოკლედ შიში. არ ვიცი როგორ ჩანს, ხო, უკუღმა ჩანს ისე. აი აქ კომფორტის ზონის შემდეგ მოდის შიშის ზონა. გააბიჯებ თუ არა, ეგრევე შიში გეწყება, ეჭვები იწყება, რომ სწორად მოიქეცი თუ არა. ეს ის ზონაა, სადაც თავდაჯერებული ვერ ვარ, იმიტომ რომ პირველად ვარ ამ ზონაში. გამოვედი, ცვლილება მოვიტანე, პირველი ნაბიჯი გადავდგი, ჯერ ახლა ის ცვლილება არ არის, მაგრამ პირველი ნაბიჯი არის. არ ვიცი აქ როგორ მოვიქცე. დეტალური ის არ მაქვს, იმიტომ რომ ჩემს ჩვეულ გარემოში არ ვარ. პირველად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ და მოკლედ არ ვიცი რა იქნება. დამოკიდებული ვარ სხვა ადამიანების აზრზე, აქაც ვაქცევ, აი ფუთვალთვალებ თითქოს აი რა რეაქციები ექნებათ. და მოკლედ არ ვიცი ბოლომდე რა და როგორ და ეს ცოტა მაშინებს. მაგრამ თუ მე ზუსტად ვიცი რა მინდა და რას ვემსახურები, თუ ჩემს ცვლილებების ზონაში და ცვლილებების ნაბიჯებში უფალს მივყვები, ანუ ზუსტად ვიცი რომ რაც მე მინდა, უფლის ნებაც არის ის რომ მინდა, მაშინ აქ ქრისტიანისთვის უფრო მეტი გაბედულებაა, ხო, რომ გადადგა ეს ნაბიჯი და რა თქმა უნდა მე ქრისტიანული თვალსაზრისითაც განვიხილავ. შემდგომში თუ აი ამ ზონაში, მოკლედ ძალიან არ შემეშინდება და უკან არ დაუბრუნდები, შემდეგ მოდის საოცარი ზონა და ეს არის შემეცნების ზონა. აი ამ ზონაში შიში უკვე გადალახული არის. აქ უკვე ვსწავლობ, როგორ ვიქცევი, უკვე შეცვლილი გადაწყვეტილებებით, ახალ როლში. მოკლედ, განვიკურნე, ხე იბარე ვიყავი, ბრმა ვიყავი, კოჭლი ვიყავი, დავრდომილი,
განვიკურნე და ეხლა ვსწავლობ როგორ ვიმუშაო, როგორ ვიდგე ფეხზე, როგორ ვარჩინო ოჯახი, როგორ ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობები. მოკლედ დაახლოებით ეს შემეცნების ზონა არის, ქრისტე რო შეხვდა იმ ადამიანს, ტაძარში შეხვდა იმ ადამიანს და ის უკვე დადიოდა, ხო, სოციალურ ცხოვრებას ეწეოდა, შეხვდა ქრისტე. აი ამ ზონაში იყო ეს ადამიანი და ქრისტე რასაც ეუბნება მას დაახლოებით მე შემიძლია ჩემს თავზე მივიღო სრული იმით, რომ ნუ დაუბრუნდები იმ ძველს. გააგრძელე ამ ახლით ცხოვრება, რომ თუ დაუბრუნდი, შეიძლება უარესიც იყოს. იმიტომ რომ დაბრუნება უკან ყოველთვის არის კრახი, ყოველთვის არის საკუთარი თავის დადანაშაულება, ყოველთვის ბოროტი იმარჯვებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ხო? შეიძლება ხა პირდაპირ ჩვენს თავთან ბრძოლაში უფრო მეტად ვიყოთ აქ ჩართული და რაღაცა ყველგან ბოროტი არ იჯდეს ახლა და ბოროტი არ მებრძოდეს, ახლა მე ამ კუთხით არ მიყვარს საკითხების გაშლა. უფრო ჩვენში არსებულ მანკიერებებზე მირჩევნია საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრია გამოსასწორებელი და პიროვნულ დონეზე გადასაწყვეტი საკითხები. და მაინც რაღაც დონეზე ის ჩემი ძველი კაცი იმარჯვებს. ძველი ჩვევები, ძველი ბუნება, ნერწმენის ნაკლებობა, ეს შიშები და არ არის სასიამოვნო და შეიძლება უარის მდგომარეობაში ჩავარდე, ხო? და აი ეს შემეცნების ფაზა არის, უკვე რო ხვდები, როგორ გადაჭრა პრობლემები. აღარ გეშინია უკვე. ახალ გამოცდილებას იძენ. უკვე გამოწვევებს უმკლავდები ამ ფაზაში, ამ ზონაში. ახალ უნარებს იძენ და ეს ზონა, შემეცნების ზონა, ხდება უკვე აი ეს კომფორტის ზონა შენთვის. ეს აღარც ეს. უკვე აი ეს არის შენი კომფორტის ზონა. იგივენაირად, როგორიც იყო აი ეს პირველი. აქაც უკვე თავს კარგად გრძნობ. გამოწვევები უკვე ნელ-ნელა იკლებს, შიშები მიდის, ყველაფერი უკვე თავის ადგილზე ლაგდება, შემეცნებას იძენ და ხვდები უკვე როგორ იარო უფალში, როგორ მოусმინო უფალს, როგორ გააპრაქტიკო, უკვე აქ შემეცნების ზონაში უკვე აპრაქტიკებ, გაეცი და მოგეცემას, აპრაქტიკებ სულიერ პრინციპებს, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ, ისე მოეკეცი ადამიანებს, ამ ზონაში აპრაქტიკებ თესვის პრინციპს, ამ ზონაში აპრაქტიკებ პატიების პრინციპს, ყველაფერს, რასაც კი მოაქვს ცვლილება სულიერ ურთიერთობებში, სულიერ დონეზე, ემოციურ დონეზე, აქ უკვე იძენ ამ ცოდნას, იმიტომ რომ იქ შიშები გადალახე, იქ უკვე გაიარე ეს ზონა და ბოლოს მოდის საოცარი კიდევ მეოთხე. აი ესე დავიჭერ, მოკლედ რო აქ არ ჩანდეს. მეოთხე არის უკვე ზრდის ზონა. და ეს ზრდის ზონა არის უკვე თვალშისაცემი ურთიერთობების ზონა. თვალშისაცემი ცვლილებები, თვალშისაცემი გარდაქმნები შენს ცხოვრებაში. აქ იღვიძებს ოცნებები. აქ ხვდები სინამდვილეში რატომ ხარ ამ ადამიანთან, რას ემსახურება შენი ოჯახი, რას ემსახურება შენი ურთიერთობა, შენი ცოლქმრობა, შენი ოჯახი, შენი ქრისტიანობა, შენი პროფესია, შენი მოწოდება, აი ეს საოცარი დასასრული აქვს მოკლედ აი ამ ცვლილებების ნაბიჯებს და აზრს იძენს აბსოლუტურად ყველაფერი. აი აქ. მე ვფიქრობ, რომ ღირს ამ ზონის გარღვევა იმისათვის, რასაც აქ იღებ, ნამდვილად ღირს და იმსახურებს ჩვენი ქორწინება, რომ ნამდვილად გავიაროთ აი ეს ნაბიჯები. რთულია, არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. აი შესაძლებელია კიდევ დავაზუსტებ. იმ შემთხვევაში და ადვილია იმ შემთხვევაში, თუ უფალთან ერთად ინაწილებ აი ამ სირთულეს, თუ უფალი მიგიწვის, მაგრამ თუ მე ჩემს ცვლილებებში მინდა ისეთი რაღაცა, რაც ადამიანურია. თუ მე მინდა, რომ ადამიანი შეიცვალოს, აი შევქმენი ოჯახი ადამიანთან, რაღაცა დრო გავიდა, რაღაცებში ვერ ვუგებ და მინდა, რომ შეიცვალოს. ის უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ის არის დამნაშავე და თუ ვექტორი არ არის ჩემსკენ, თუ არ ვფიქრობ მე, ჩემი წილი სად არის, მე რაში უნდა შევიცვალო, მაშინ რა თქმა უნდა უფალი ამ გზაზე ვერ გამომყვება, იმიტომ რომ უფლის გზა სხვანაირია, უფლის გზა შენ გცვლის ჯერ და შეცვლილი მე ვიქცევი ისე და ვკარნახობ ადამიანს ისე, როგორც ის უნდა შეიცვალოს. სწორი მიდგომით, ხო, სწორი თვალსაზრისით ვამბობ. და როდესაც ხედავს მოდელს ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები თუ როგორი უნდა იყვნენ,
მე ამით უკვე მათ მივუთითებ. ეს დამოწმება არის, რომ ესეთი ჯობია რომ იყო, ხო? ასე რომ ეს საოცარი გზა გასავლელია, მოკლედ, არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია, ძალიან დიდი სარგებელი აქვს. უფალს განადიდებს ნამდვილად აი ეს გზა, ჩემი აზრით, თუ სწორი ცვლილებები და სწორი მიზნები დავისახეთ და დასასრულს მინდა რომ რაღაცნაირად მოგიწოდოთ, მიმართულება მოგცეთ, რომ იფიქროთ და ჩამოწეროთ ცვლილებების სია, არ ვიცი, შეიძლება ერთი იყოს უბრალოდ და ყველაფერს წყვეტავდეს, ესეთი ცვლილებაც არსებობს, რაც გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ამ გაზრებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ზოგადი ლოცვები გვექნება, ღმერთო, მოიტანეთ ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში და ეს იქნება უბრალოდ ცალმხრივად ესე წლობით ნათქვამი, შეიძლება ყოველდღიურ ლოცულობდე, მაგრამ შეიძლება არც არაფერი შეიცვალოს. უფალი არის თუ არა იმ განაზრახში, ხარ თუ არა ღმერთის ნებაში და რას აკეთებ? იმიტომ რომ ორმხრივია, ხო? ორმხრივია ეს ყველაფერი. უფალი თავისი მადლით, თავისი წყალობით, თავისი ნების ფარგლებში ჩვენთან არის. წყალობით სავსე ღმერთია, ყოველთვის გვამხნევებს, ყოველთვის მიმართულებას გვაძლევს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცით რა გვინდა, მაშინ იმასაც ვერ გავიგებთ უფალმა მოგცა თუ არა ის რაც გვინდოდა. და ალბათ დიდი ალბათობით უფალი ვერ მოგცემს, იმიტომ რომ როდესაც ბავშვს არ ესმის ხელში რა უჭირავს, იმ საგანს არ აძლევ. როდესაც რაღაცა ჭირდება და ზუსტად შესაბამისი დრო არის, მაშინ აძლევ, ხო? და ნამდვილად გვინდა თუ არა მეორე კითხვა. ჯერ პირველი იყო ჩამოწერეთ რა გინდათ, რომ შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობებში და ასე შემდეგ. მეორე კითხვა, რაც თქვენ თავს უნდა დაუსვათ, არის რომ ნამდვილად გინდათ თუ არა ახალ როლში ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ახალი როლი იქნება თქვენს ცხოვრებაში, ახალი პასუხისმგებლობა იქნება. თუ თქვენ ძლიერი აღმოჩნდებით და ადამიანს აპატიებს, აი მაგალითი რო გავიხსენოთ, ისე დაუბრუნდეთ, მაშინ უნდა შეწყვიტო იმაზე საუბარი. შენ უკვე დაზარალებული აღარ ხარ, შენ გამარჯვებული ხარ და თუ გამარჯვებული ხარ და თუ მპატიებელი ხარ, შესაბამისი მოქმედებებით უნდა იცხოვრე, ნაყოფით შესაბამისი უნდა გქონდეს. არავინ აღარ შეგეკითხება და არსად აღარ უნდა მოყვე თუ როგორ დაგაზარალა ვიღაცამ და შენ რა გზა გაიარე. ადამიანებს გვიყვარს ამაზე ლაპარაკი, გვიყვარს წუწუნი, გვიყვარს ჩვენი გამოცდილების მოყოლა, რამდენი ავიტანეთ, როგორ დაგჭაგრეს, როგორ რა იყო და რა გადავიტანეთ და ასე შემდეგ. თუ ეს ახალი როლია, ამ ახალ როლში უფლის მადიდებლები ვართ, პატიებლები ვართ, ყველაფერი უკან არის და ახალი მიზნებისთვის ვცხოვრობთ. აი თუ გვინდა ნამდვილად ეს ახალი როლი და ახალი სახე გქონდეს, აი ამაში უნდა გავერკვეთ და თხოვეთ უფალს სიბრძნე. ყველა ეტაპზე საჭირო არის უფლისგან სიბრძნე. ეს არის პრინციპი, რაზეც მე ვისაუბრე, ცვლილებების პრინციპი, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ისტორია გვაქვს, ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან, უნიკალურები ვართ, ჩვენი სათქმელი გვაქვს, ჩვენი საწუწუნო გვაქვს, ჩვენი ბნელი და ნათელი მხარეები გვაქვს, ჩვენი ჩართულობის რაღაც დონეზე ბრალიც არის. ეს ყველაფერი ხო უფალმა იცის და თხოვეთ უფალს სიბრძნე, რომ როგორ მოარგოთ თუ როგორ მოერგოთ იმ ყოველივეს, რომ დაგანახოთ უფალმა. ეს ის პრინციპები იყო, რაც სახარებისეულიც არის და უბრალოდ შევეცადე, რომ ცოტა თვალსაჩინოებაც მომეცა თქვენთვის და გახსოვდეთ, რომ ზრდის ზონაში მიდიხართ. ამის დასასრული ძალიან ნათელი არის და იქ არის ახალი ნამდვილი კომფორტის ზონა, რომელსაც შენ შექმნი შენი ახალი ურთიერთობებით, ცვლილებებით და როდესაც ჩვენ ვსწავლობთ თუ როგორ მიდის ეს ფაზა, ხო, აქაც კომფორტის ზონაში ვიყავი, გამოვედი ცვლილებები განვახორციელე და აქ უკვე ახალი კომფორტის ზონა მაქვს. რატომ ჭირდება ეს კომფორტის ზონა, რომ ყველა დონეზე, რომ მე გამუდმებით არ ვარ შექმნილი იმისთვის, რომ ყველაფერს ვებრძოლო. ღმერთმა მოგცა უნარი ადაპტაციის და ასევე ცვლილებების. ღმერთმა მოგცა უნარი გარდაქმნის, ქრისტეს მიმსგავსების, ეს ქრისტიანს აქვს ეს უნარი და ამას როცა ვიყენებთ, ჩემთვის კომფორტის ზონა არის უკვე უფალთან ერთად ყოფნა.
მშვიდობა, კარგი ურთიერთობები, ჰარმონიული ოჯახური ცხოვრება, მესმის რომ პრობლემები იქნება, მაგრამ შენ იქნები ძლიერი. შენ იქნები ძლიერი, როგორც კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ალბათ არ დავიღლები ამის გამეორებით, თუ არ ვინმე არ გამაჩერა ეხლა, რომ ცვლილებები იწყება ჩემით. და როდესაც მოვა სიტუაცია, სადაც მე არ მომეწონება და როგორც მე მინდა ისე უნდა იყოს, უკვე ჩვევაში მექნება, რომ მე რა უნდა გავაკეთო, მე როგორ შევიცვალო, მე როგორ მივუთითო ამ ადამიანს ჩემი ქმედებით და ყოველთვის სწორია ჯერ შენს თავს შეხედო და მერე სხვებს. ეს დამიცავს იმისგან, რომ არ გავასამართლო ადამიანები, ჯერ ჩემს თავს შევხედო. ეს დამიცავს იმას, რომ არ მივუთითო ადამიანებს და ჯერ ჩემს თავს მივუთითო. ნახეთ როგორი შინაგანი რევოლუციური სამუშაოების ჩატარება მოდის ამ ყველაფრის შედეგად და მე გირჩევდით, არ ვიცი, მთელი გულით გაკურთხებთ უფლის სახელით და აი ძალიან დიდი თავმდაბლობით და სიყვარულით მინდა გირჩიოთ და თუ ვინმეს დახმარება დაგჭირდებათ საუბრებში და ასეთი კუთხითაც დაგეხმაროთ, როგორ გადადგათ პატარა ნაბიჯები. ნუ დაგეგმავთ, რომ დღეს უნდა ყველაფერი გადაკეთდეს თქვენ ცხოვრებაში. არა, პატარა ნაბიჯებით წაიწიეთ წინ. პატარა ცვლილებები განახორციელებთ თქვენს ურთიერთობებში, ოჯახის წევრებთან, თითოეულთან და დააკვირდით მერე. იმიტომ რომ ჩვენ ხო უნიკალურები ვართ და ოჯახები სხვადასხვანაირები გვაქვს. დააკვირდით რა რეაგირება მოყვა, როგორი პასუხი მიიღეთ, შეკითხეთ ადამიანებს, იყავით თავმდაბალი, როდესაც გეტყვიან, რომ შენ ყოველთვის მიმითითებ, შენ ყოველთვის მართალი ხარ, მე მეუბნებია მოკლედ და ჭირდება თავმდაბლობა, რომ თქვა და გავიაზრო, რომ კი, შეიძლება მე მგონია, მაგრამ მისი გადმოსახედიდან ისე არ არის და ის არის უნიკალური ადამიანი, მას თავისი გამოცდილება აქვს, მას თავისი თვალები აქვს, თავისი აღქმის უნარი აქვს, პიროვნება არის და პიროვნებას რომ არ შეეხო, პიროვნება რო არ გატეხო. ამის წინ ფიქრობდი ეკლესიაში, არ ვიცი, ხანდახან ამეკვიატება ხოლმე აზრი და მე სულ ამაზე მეფიქრება, რამდენი დამტრეული ჭურჭელი არის ეკლესიაში, რამდენი პრობლემებით დამძიმებული ადამიანი არის და რამდენ ადამიანს ჭირდება ცვლილება. და შეიძლება ბევრს არც კი აქვს გააზრებული, რომ ვინ არის სინამდვილეში უფალში, რამხელა პერსპექტივა აქვს ცვლილების უფალთან ერთად. შეიძლება ჩვენ აკვიატებული უნდა გქონდეს, რომ აი არა ესე უნდა იყოს, აი ეს ეგოისტური ცვლილებები. აი მოდი შევეკითხოთ უფალს, უფალო, შენ რა ცვლილება გინდა? რომ იყოს ჩემს ცხოვრებაში, რომ შენ გამოყვე ამ ცვლილებაში და ჩემი ჩართულობა, აი დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ხო? ეს ჩემი ჩართულობა, ჩემი მხარეა. ღმერთს კი არ ვთხოვო, რომ ღმერთო შენ შემიცვალე. არა, ღმერთი არ შეგიცვლის ამას. ღმერთი ადამიანების გულებს არ შეეხება უშენოდ, შენი მხარის ხელშეუხებლად დატოვების გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ კონფლიქტებს ჩვენც ვიწევთ. აქ ორი მხარეა, არ არსებობს რომ მარტო ერთი მხარე იყოს. უფალს უნდა რომ ჩვენც გაგზარდოს და ისე შეცვალოს რაღაცეები. მე არ მახსენდება ადგილი, სადაც ღმერთი უბრალოდ სურვილებს ასრულებს. ღმერთის ჩანაფიქრი ყოველთვის არის ჩვენი გაძლიერება, ჩვენი გაზრდა და ჩვენი მეშვეობით ცვლილებების მოტანა. და მოგიწოდებთ რომ უბრალოდ აი ეძებოთ, გაარკვიოთ რა გსურთ, რამდენად ღმერთის ნების მიხედვით გსურთ, ნამდვილად გსურთ თუ არა და მზად ხართ თუ არა, რომ ახალი გამარჯვებულის როლი მოირგოთ და უფალს თხოვოთ სიბრძნე. ეს იყო ის პრაქტიკული ნაბიჯები, პრაქტიკული აქცენტები, რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა, როგორც შევძელი, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით. და თუ ვინმეს დაგჭირდებათ, მოკლედ შეკითხვები იქნება, თუ ჩვენს ჯგუფს აქვს ანონიმური შეკითხვის დასმის ფუნქციაც. შეგიძლიათ დასვათ ასე კითხვა, რომ ჯგუფი იყოს აქტიური. ჯგუფი რომ არის აქტიური, სხვა ადამიანებსაც მეტს წვდება, 500-ზე მეტი წევრია ჩვენს ჯგუფში, ყველა ქრისტიანია, არავინ ძალით ჩასმული იქ არ არის.
მაგრამ ყველას ვერ წვდება პოსტები და ლაივები, იმიტომ რომ აქტიურობა დაბალია. გააქტიურეთ პოსტ ანონიმუს აწერია, შეხვალთ და თქვენი სახელი დაიფარება თუ გეუხერხულებათ რაიმე კითხვის დასმა და დასვით ეს კითხვა. ჩვენ შევეცდებით რომ გიპასუხოთ, ვიყოთ თანამშრომლობაში. კიდევ ამ თემას რაც დააკლდა კითხვები დასვათ, თქვენი აზრი გამოხატოთ და ჩვენ მზად ვართ, როგორც უფალი გამოგვიყენებს, როგორც შევძლებთ, ვაშენოთ ერთმანეთი, ვაშენოთ როგორც ერთ სულიერ სახლად ავშენდეთ. ერთი ოჯახი ვართ, ძალიან გვიყვარხართ. უფალს მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, თქვენი ჩართულობისთვის და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი ჩვენს და კიდევ სხვა მსახურებიც მიიღებენ მონაწილეობას. მე რამოდენიმე ადამიანი მინდა გაგაცნოთ, არ იცნობთ და საინტერესო თემით მოვიყვანო. გეგმები ძალიან დიდი გვაქვს და მე მჯერა რომ ჩვენ ვაშენებთ სულიერ სახლს. ვაშენებთ ერთმანეთს, გაკურთხებთ უფლის სახელით. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. უფალი თქვენთან, თქვენს გაცნობიერებებში, თქვენს ურთიერთობებში, თქვენს ლოცვებში და მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ იყავით აქ ჩემთან ერთად. გაკურთხოთ უფალმა. ეს პოსტი დაიდება, რა თქმა უნდა.